დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. უფრო მეტი უნდა ვისწავლოთ მაცხოვრისგან, როგორც ამბობს, ისწავლეთ ჩემგან. თვითონ ჩვენი ცხოვრება მთლიანად სწავლა არის. და პირველ რიგში ეს სწავლა უნდა იყოს ღვთისმცნებებისა, სწავლა მაცხოვრის მოძღვრებისა, მისი ერთგულების სწავლა. ჩვენ ძალიან მძიმე და ასე ვთქვათ, რთული, არა წრფივი, არა ერთგანზომილებიანი, არამედ რთული, ფაქიზი და მრავალ განზომილებიანი, ესე ვთქვათ, და მრავალი ჩახვეული ძალიან დროისა და სივრცის კონტინუუმში ვცხოვრობთ. მით უმეტეს ამას ერთვის დაფარული ბრძოლები, სულიერი დისკომფორტი, სულიერი ტვირთი, უამრავი ხილული თუ ხილავი, ასე ვთქვათ, საფრთხე ერთვის ამ ყველაფერს, მცირე თუ დიდი და ამ უძირო, ასე ვთქვათ, და გაუთავებელ პრობლემებში, რომლებშიც ჩვენ ვართ, წარმოიქმნება ხოლმე ისეთი მდგომარეობები, რომლებსაც ჩვენ თავით ვისით ვერაფერს ვერ უზამთ და ვერ გავართმევთ ჩვენ თავს. ამიტომ უნდა მივანდოთ ღმერთს და უნდა ვილოცოთ, რაც ჩვენ არ შეგვიძლია და ჩვენ ძალიან ცოტა შეგვიძლია, მაგრამ ღმერთით, ქრისტეთი ყველაფერი შეგვიძლია, მივანდოთ უფალს, რომ მან წარმართოს ჩვენი ცხოვრება და უფლის ურყევი, უძრავი, ყოველად სრულყოფილი სიბრძნით გახსნას გზა ჩვენი. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მოვალეობაა ჩვენი, რა თქმა უნდა, მოვალეობაც არის ჩვენი. რა თქმა უნდა, ბრძოლაა, მაგრამ ამ ბრძოლაში წინასწარ გარანტია მოგებისა და გამარჯვების არავის არ აქვს. გსურს რომ გზა გაგეხსნას, უფალს ევედრე. გსურს რომ გააკონტროლო შენი თავი და პატივიქცეს სხვებმა და შენს პატივის მოყვას, მაშინ დავიცავი ღვთისმცნებები. გინდა რომ უყვარდეთ, შენ შეიყვარე მაშინ. გინდა რომ, ასე ვთქვათ, სიმდიდრე გქონდეს სულიერი, მასზე ილოცე იმაზე, რომ გქონდეს სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი, აი ეს სულიერ სიმდიდრეზე ილოცე. მოგეცემა პური შენი არსობისაში. გადადე გვერდზე ის, რაც მეორე და მესამე და მეასე ხარისხოვანია და აღასრულე შენი ვალი, შენი მოვალეობები ღვთის წინაშე პირველ რიგში, მოყვასის წინაშე და საკუთარი თავის წინაშე. ცოდვები ღვთის წინააღმდეგ მოინანია, მოყვასის წინააღმდეგ და საკუთარი თავის წინააღმდეგ. დარდობ, გული გიკვდება, აღარ შეგიძლია განხმა შენი ძალა, როგორც კეცი, როგორც ფსალმუნებშია. უკვე გზნობ ფეხები და მუხლები გეკეცება და სახსრებში დასუსტი სულიერად. ნუ გეშინია. უფალს ძალიან ბევრი და დიდი ენერგია და ძალა აქვს შენთვის და მადლი ღვთისა არ მოგაკლდება. უფალს უყარხარ და არა ნებავს შენი სიკვდილი, არც სულიერი პირველ რიგში და შემდეგ შენი ჟანგრძელობაც ნებავს, ხო? უფალი მოწყალია და მოგცემს ყველაფერს. არამედ მოგცევა და ცხოვრება შენი ნებავს მას. ამიტომ უფალი შენთვის მოგდა და აღსდა მკვდრეთით, რათა შენ გაცოცხლდე და მარადიულად, სულიერად პირველ რიგში და ხორციელად ჯანმრთელად იყო და ჟანგრძელი იყო ღვთისნებით. შენ უფალი დამდაბდა, რათა შენ ამაღლდე და სულიერად გამდიდრდე. უფალი ზეციდან ჩამოვიდა, რათა შენ ზეცად აღგამაღლოს და მადლით საკუთარ თავს მიგამსგავსოს და სრულყოს. თუ შენ უნდა მიიღო ამაში მონაწილეობა. შესწოდე, მოინანიე ყოველთვის იცოდე, მძიმე დასვი და შემდეგ გააგრძელე შენი ცხოვრების წინადადება. გააგრძელე, ყველა შეცდომა და ყველა ცოდვა მონანიებადია. მძიმე, ასე შემდეგ გრძელდება შენი ცხოვრების ტექსტი. ნუ დაუსვა წერტილს. სასოს ნუ დაკარგავ. ყველაზე დიდი ცოდვა, ერთადერთი ყველაზე დიდი ცოდვა ამ შემთხვევაში არის სასოწარკვეთილება, ღვთის გმობას უტოლდება. იმედის დაკარგვა. ნუ იზამ ამას. შენი მეომრის მოვალეობა ამ უხილულ თუ უხილავ ბრძოლებში მეომარი ხარ შენ და შენი მოვალეობა არის ის, რომ ჩაება ამ ბრძოლაში და შეძლებს და გვარად იბრძოლო და როგორ იქნება გამარჯვებული იქნება თუ დამარცხებული, ამაზე ეს თვითმიზანი არ არის. უფალი თუ იქნება შენთან, იქნება ყოველივე ისე იყავნება შენი, ვითაცაც ათაშინა, ეგრეცა ქვეყანასაც ზედა. და ამ სამართლიან ბრძოლაში თუ შენ ღვთის მხარეს დაიჭერ, ქრისტეს ერთგული იქნება, მისი მოძღვრების ერთგული იქნები, მოძღვრის ერთგული იქნები, სიმართლის მხარეს იქნება, არასდროს არ დაგტოვებს უფალი და არასდროს არ იქნები მწუხარე. ყოველთვის უფალი შენთან იქნება და სიხარულში იქნება. და ამიტომ ნეტარი იქნება. მინდა რომ დაგვრჩო და ეს გზა ხსნილი ქონოდეთ ღვთის სადიდებლად სული სასწორებლად ამ მძიმე ცხოვრებაში შეგვიმსუბუქოს, გავაძლიეროს. ტკბილი და მსუბუქია ქრისტეს ჯვარი. დავიმდაბლოთ თავი და 7 ვიყოთ და მდაბალ გულით და გზა ხსნილი კიდევ უფრო ხსნილი და ტკბილი იქნება. მადლი ღვთის ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა.